შემთხვევით იმ ვაკეში ავედი მეთქი რო თქვი მან მეგობარი შემხვდა და მითხრა რომ გახმოვანება არსებობს მეც ხრიახში ვიყავი ზუსტად მახსოვს სახელები და გვარები ვინც იყვნენ და უკვე ისინი ისე მყარად იყვნენ და კარგად იყვნენ რომ ვინც იყო ხელმძღვანელი იმან არ გჭირდებიო არც მინდაო შენი ხმის ტემბრი კი არა არაფერიც არ მჭირდებიო წადიო და საათ ნახევარი რომ ნაცნობს ელოდები ვინმეს რო შეგიყვანოს იმიტომ რომ იქ საშვი უნდა დაუშვან და რო ელაპარაკები და რო გიკიდებს ტელეფონს ძალიან რთული ცუდი შეურაცხყოფელია მაგრამ შენ რომ უნდა გააკეთო შინაგანი ძალა რო გეუბნება რომ გავაკეთო მაინც შევედი დავტოვე ხმა წამოვედი არაფერი ვიცოდი იქიდან ისე დაიხურა იმის მე არც ყოფილვარ და არც დაურეკავთ და გახმოვანებაზე მოხდი შემთხვევით და მახსოვს არ მომიყოლია ეგ სატელევიზიო ეთერში არასოდეს არ მეთქვამს ну შევარი ვარ კაცო ჩემს თავისუფალი მკვდარი არ არის სასოფლაოზე ხო და მოგძანდით ობა შედითო ჯიხურშია შევედი ჯიხურში და ხმაო კარგია ობა ვნახოთ როგორ გაახმოვანებ პირველად დავარ მიკროფონთან და მახსოვს ბადრი იყო კორკოტაძე ცხონებული აცხონოს ღმერთმა 7 გვერდი რომ გადაფურცლა და რო არ გაჩერებულა და ისე რომ დაიწყო ლაპარაკი და მიდიოდა და ახმოვანებდა და უცებ მე რო პირველი გამარჯობა მქონდა გამარჯობაც რო ვერ თქვი ეთქი ესენი მომკლავენ всё ესენი მეთქი ვერ იმას მიზამ პრობია უბრალოდ სინჯზე მივედი ხო და მეთქი всё მობილის შემსახიობი ხარ მორჩა ყველაფერი უნდა გააკეთო ისე როგორც არის დავიწყე თამაში იგრავით და დავიწყე თამაში ამითი რაღაცა და პირველი ფილმი გავაკეთე და 25 მანეთი 25 ლარი 25 ლარი ესე იგი ნახევართვის ხელფასი მაქვს ერთ ფილმში ხო ნახევარი მაგდენი სათქონა 17 ლარი და 25 ლარი ერთ ფილმში თქვენ ახლა გამოგეწერებათ 25 ლარიო და ხვალო რასაკეთებ თუ გცალიათო ახლა ეს აღთოვანება და ეს ხომ გააგშიგნით მაგრამ ახლა დასტოინაცაც ხომ უნდა იყო რაღაცა ერთსეულად ხომ უნდა უპასუხო და დღეს რომელ ნახევარში ვიკითხე ადროს როგორ არის იქ რომ დავრჩევ კაცვილი მომკითხავი არ აყავს ტელეფონი მიარავა არავინ რა პრობლემა ვერს მიპოვიან ვერას ფეხით ავარ მისული კაციშვილი ვერ გაიგებს კამერა მაშინ არ იყო და არაფერი და დღეს რომელ ნახევარში მეთქი ნებისმიერ შუადღე რომ მითხრან მაგ დროს ძალიან უნდა უთხრა რა აიო დილიდან საღამომდეო ხვალ მეთქი კარგი თანდავს და ორი ფილმი 50 ლარი 50 ლარი ვაიმე დედა მეთქი ეს 25 ლარი ხე იმ დროს კი არ გაძლევენ მაგ თანხას მაგრამ ხო გეწერება კაცო იქ სადღაც ხო არის ბიუჯეტში შენთან ყულაბაში ხო შევენა და მახსოვს ზუსტად მახსოვს ის 545 ლარი ავიღე პირველი თვე დაიხურა და ნუ და თქვა ეგეც ხელში რომ ავიღე ეს ფული ესე მუჭი მაგ შეკრული და რუსთავამდე არ გამიშლია ეს შეგრძნება მახსოვს და იმის შემდეგ თუ ვინმე ახალი მოსულა ჩემს გახმოვანების ჯიხურში ხო არასდრო ეს სულ ის მახსენდება და სულ მინდა რომ აი რომ ნერვიულობს და რაღაცა აი ნატვანია პირიქით ხანდახან სპეციალურად შემეშტობა ხოლმე აი იდიოტობა ვთქვი კაცო თავიდან მომეციეთია რაღაცა უკვე უკვე კარგად ყარად ხარ და სხვათა შორის მასე კარგად დამხვდნენ ისინიც ვინც იყვნენ მიუხედავად იმისა რომ შენ თვითონ გრძნობ რო წუხდება იმიტომ რომ იმას დროზე მუშაობს ის მე ახლა 2 საათიან ფილმს თუ ვიდეო ინჟინერი კაი ტიპია და გადმოახვია შეიძლება საათი და 20 წუთშიც დავწერო საათი და საათ ნახევარშიც მიხდი რომ მექანიკაში მაგ გადასული უკვე და მე გავიარო წავიდე იმისთვის დისკომფორტი ვარ კაცო მე ახლა გამარჯვებას ვერ მეუნები და ახლა ჯიხურში ხო ჯიხურში არც ჟანგბადია ცხელა წყურია მშია სახში ვარ წასასვლელი მიხდი მაგრამ კაი ხალხი შემხვდნენ ისეთი საშუალება რომ მომცეს რომ მეც მათთან ერთად მესუნთქა და მე სულ ვცდილობდი რომ
ახალ მოსულისთვის მეც იგივენაირად ყოფილიყავი, რომ ის უნდა გამეხსნა. ის არ უნდა ყოფილიყო შებოჭილი, რომ ღირსეულად გაეკეთებინა თავის საქმე. ძალიან დიდი პატივი ვცემა ზუსტად მაგის გამო, იმიტომ რომ თუ რაღაცები სხვანაირად შეიძლება ხოლმე ადამიანებს საკუთარი გავლილი გზა და ამ ჩემ შულებთან მაქვს კვირაში ერთხელ მაინც ქართულ ფილმს უყურებთ და წინა კვირაში მქონდა ლაზარე. და ჩემ უფრო ზუსტად იმ მომენტზე გავამახვილებინე ყურადღება თუ გახსოვთ, ჯერ ლაზარე რო ჩადის იმ შახტიკოტეს იმაში დუქანში გააგდებენ ლაზარეს და მე ლაზარე რო დაიწყებს მუშაობას თვითონ ყრის ბავშვებს რა და სანდროს გავამახვილებინე ლადო მაგაზე ყურადღება რომ ნუ როცა შენც რაღაც გზა გავლილი გაქვს ეგ არასოდეს დაივიწყო მეთქი თან დიდხანს ველაპარაკე არ ვიცი იმედია რაღაც მაინც დაილექება რა აბა რა იქნება არა ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის